გამარჯობა ჩემო ძვირფასო გამომწერებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი თამბაქოს ტესტი. ეს არის ცნობილი ამერიკული ფირმა Missouri Mershaomi, რომელიც უშვებს აიმ ჩიბუხებს სიმინდის ტაროსგან დამზადებულს. მე როდესაც ეს ჩიბუხი წარმოგიდგინეთ, მაშინ მე მგონი გითხარით რომელიღაც როლიქში მახსოვს რომ რა თქმა უნდა ეს ფირმა ძალიან დიდი ხანია აწარმოებს ჩიბუხებს უკვე 100 წელზე მეტია მაგრამ 2013 წლიდან მათ გააკეთეს კოლაბორაცია ერთ-ერთ ცნობილ ბლენდერთან, ასე ეძახიან, ქართულად არ ვიცი როგორ ასწორებ ბლენდერს ეძახიან, ზოგი ეძახეს Master of Blending, აი ადამიანები, ვინც არიან პროფესიონალები, აი ჩვენთან როგორც მე ვთქვი რომ აი ღვინის ტექნოლოგიები არიან, წამყვანები, ხო? სოფლიოში ესეთი არის თამბაქოს ნაზავების შექმნის სპეციალისტები. ადამიანები, რომლებთვისაც ეს პროფესია არის და არიან ერთეულები, ვისაც სახელი განთქმული აქვს და მათი მომსახურება ძალიან ძვირიжდება და ზოგიერთი წლობით მუშაობს და თაობიდან თაობაში მუშაობს ზოგიერთ კომპანიებში და ვერანაირ თანხმად ვერ გადაიბირებთ. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი ბლენდერი ჩვენც ასე დავარქვათ ადამიანს, არ ვიცი კიდევ რამდენად სწორი არის ეს ვიმართვა, არის რას უალეტი, რომელიც ამერიკაში ერთ-ერთი ცნობილია და აი ამათთან კოოპერაციით გადაწყვიტეს 2013 წელს შედგა ეს მათი შეთანხმებები, რომ აი ადამიანის დახმარებით შეეცადნენ მთელი ხაზი შეექმნათ, უпроსტად კი არ შეექმნათ, აეღორძინებინათ ძველი თამბაქოების, თამბაქოს ნაზავების, რომელსაც 100, 150 და 200 წელი აქვს. ძირითადად ესენი მაინც ინგლისური ნაზავები არის, იმიტომ რომ აი ინგლისიდან და აი ახალი მიწებიდან ხდებოდა ამერიკის ათვისება და აი ეს კულტურა მაინც თამბაქოს წევის მიუხედავად იმისა, რომ ვიცით თამბაქო საიდანაც არის და სამშობლოა ხო, თითქმის ის ამერიკა, მაინც აი ჩვენასაც ვეწევით ახლა და ჩვენ რასაც თამბაქოს ეძახით, მაინც აი ინგლისში არის ყველაზე დიდი ტრადიცია აი ამის. მოკლედ ბევრი არ გავაგრძელო, აი მათ შექმნეს რამოდენიმე ხაზი, აი ესეთი თამბაქოების და ცოტა აი პატრიოტული მას გააღვიძეს და შექმნეს სერია ჩიბუხებისა და სერია თამბაქოებისა, აი ესეთი სახელწოდებით და ერთ-ერთი არის აი რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ Missouri Mershaomi-ის American Patriot. ამერიკელი პატრიოტი. ამ American Patriot-ის სერიის ჩიბუხებიც არსებობს. და კონკრეტულ ამ ნაზავზე რა შეიძლება გითხრათ? როგორც აღნიშნე ამ ანოტაციაში ამ თამბაქოსი უწერიათ, რომ ეს არის თამბაქო, რომელიც ინგლისური ნაზავი არის თითქმის 200 წლის წინანდელი და ესე თაობიდან თაობას გადაცემდნენ და ჩვენ ეს ავაღურძინეთ. ძირითადი შემადგენლობა რა არის ახლა ამ თამბაქოში? ძირითადი არის ლატაკია, ვირჯინიები, სხვადასხვა სახეობის, თურქული ორიენტალი, კონკრეტულად თურქული სმირნა ესეთი ჯიში არის და ბერლი. რადგანაც ლატაკია წამყვანი, ბევრჯერ მithქვამს, რომ ლატაკია თავისებური თამბაქო არის, ძალიან თავისებური არომატები აქვს, ზოგი თვლის, რომ ძალიან მძიმე არომატები აქვს, მაგრამ ზოგიერთი თვლის, რომ ლატაკია თუ თამბაქოში და ნაზავში გარეული არ არის, ის არ არის ნამდვილი თამბაქო, იმიტომ რომ რაღაცას აი ესეთ მამაკაცურს და ძლიერს აძლევს. მოკლედ სადაო საკითხია, ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არა, მაგრამ აი ლატაკია რო არის აი ამ თამბაქოში, აი ამას რაღაც ისეთი ინგლისურენოვანი ხალხი strong რო ეძახიან, აი ესეთი ემატება. და არის ეს მთელი ნაზავი გაჟღენთილი აი ძალიან დიდი რაოდენობით ამერიკული ბურბონით. ნახოთ ახლა ხო როგორი არის, აი ესეთ კისეტებში იწარმოება. ბევრისგან წამიკითხავს და ბევრგან მინახია, რომ აი ესეთი შეფასება აქვს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო არის აი ასეთ კისეტში არის
გავხსნათ. და ხო, აი ეხლა უკვე გახსნილი მაქვს ეს. პირველად რომ გავხსენი, აი ესეთ life hacks შემოგთავაზოთ. პირველად რომ გავხსენი ძალიან მშრალი, ზომაზე ცოტა მეტი მშრალი მომეჩვენა თამბაქო. ამიტომ არის სხვადასხვა საშუალებები და იყიდება ნივთები, მაგრამ ყველაზე უტყუარი საშუალება ეს არის, აი ვაშლის სულ მცირე, აი ესეთი პატარა ნათალი. გააკეთეთ და ჩააგდეთ კისეთში. აი მე ეს ერთი კვირის წინ გავაკეთე და ერთი კვირის განმავლობაში ეს ისევე ნოტიოა, ანუ თამბაქო ზედმეტს არ აიღებს. და აი უკვე ვატყობ, რომ ისეთი გამომხმარი აღარ არის როგორც თავიდან იყო და ნახოთ, გიჩვენებთ როგორც აი ძალიან ლამაზი თამბაქოა. აი ეს ბერლი შებოლილი და ლატაკია ჩანს და ისეთ სილამაზეს აძლევს. რაც შეეხება სონს კი აი ეს როგორც კი გახსნით, აი ეს ბურბონი იმ წუთას გეცემათ და თითქოს მძაფრიც არის. მაგრამ აი ეს ლატაკიის მძაფრი არომატები თითქოს ცდილობს, რომ მოერიოს ამ ბერლის. ეხლა თქვენ შეიძლება აი როგორც აგიხსენით ძნელია საერთოდ არომატების გადმოცემა. დეოთი როგორც აგიხსენით, პირველი რასაც მივხვდებოდი და ასეც არის, რომ ძალიან მძაფრი არომატები მოდის, მაგრამ როგორც ხდება ეს თამბაქოში, ერთი კისეთის გახსნის შემდეგაც დიდი ხნის არა, მაგრამ სადღაც ერთი თვის თვენახევრის შემდეგ ის უფრო ესეთი გახდება, ანუ როგორ გითხრათ, აი უფრო დამჯდარი იქნება. ეს არომატები, მაგრამ მეორეც არის, რომ ვინც ახლა ვეწევით ჩიბუხს ვიცით, რომ ერთია, როდესაც შეიყონოსავთ და ხშირად მძაფრი, ან ესეთი ძალიან კარამელიზებული მოგეჩვენებათ, მაგრამ მოწევის დროს ასეთი არ არის, მით უმეტეს მაღალი ხარისხის თამბაქოებში. ეხლა რადგანაც მე თამბაქოები გარკვეული რაოდენობის მაქვს და კისეთს რო გავხსნი, უცებ ვერ გავათავებ, აი იმიტომ აი ეს რაღაცას შევეცდები, ნახავ თან როგორ შეინახება სპეციალურად გამოვზადე ესეთი ჰერმეტული კილა და ნახევარ კისეთს ეხლა გადავყრი აი ამ კილაში და ნახევარს დავტოვებ კისეთში და შევხედავ თქვა ერთი თვის ან თვენახევრის შემდეგ სად როგორი უფრო კარგი იქნება და თქვენც ასე გირჩევთ. აი რაღაცა დატოვეთ კისეთში და კოლოფში, რაღაცა გადაიტანეთ ძალიან ჰერმეტულ შეფუთვაში და თქვა ერთი თვის თვენახევრის, ორი თვის შემდეგ თუ ბევრი გექნება ჩიბუხი და კიდევ უფრო შეგენახება და ნახეთ და აქედან მიიღებთ გამოცდილებასაც, სად უფრო კარგად ინახება და კიდე გეუბნებით ქალაქის მიხედვით. აი ბათუმში მაგალითად, მე ბათუმში ვცხოვრობ. კისეთში შენახული თამბაქო ფაქტიურად არ მიშრება, რო ვთქვათ. მაგრამ ეხლა თბილისში და უფრო მშრალ რეგიონებში შეიძლება სხვა სიტუაცია იყოს. კარგით, ეხლა რო არ დაგღალოთ, ეხლა ჩავაკეთებ ამას ჩიბუხში, მოვწიოთ ერთად და ნახოთ თუ როგორი არომატები აქვს და როგორი თამბაქოა. ასეთი კისეთში არის ეს American Patriot და მოვწევ ამ ამერიკულ ჩიბუხში. ის ორი მერჩაუმის, ორივე ერთი ფირმისა. როგორც უკვე ვთქვი, კარგი იქნებოდა, რომ მომეწია ჩიბუხში აი ამ სერიიდან, ესეც ქვია, ზუსტად Patriot ქვია. მაგრამ ამაშიც წავა. და აი ეს აუცილებელია ქუჩაში, როდესაც ეწევით და პატარა ქარი არის. აი ესეთი სპეციალური თავსახურავია, რომ არ მოუქროლოს ქარმა და ძალიან ზედმეტად რო არ გააღვიოს. აი ასე გიქნებათ და მოგიწევთ აი ესე ხანდახან ხელი შეაფაროთ.
გემრიელი თამბაქოა. გემრიელი თამბაქოა. ეს თხილის და ხშირად რომ თქოს აი ეს თივის შრალი ბალახის გემო და ეს ბურბონი თითქოს სადღაც იგრძნობა. ძალიან კარგია ამ ჩიბუხში. პრეტენზიო და გემრიელი თამბაქოა, გემრიელი ბოლით და თან გრილად იწვის. ჩიბუხსთან მithkoms აი რაღაც გარკვეულ თითქოს სიტკბოსაც აძლევს და თან რაღაცნაირ დამწვარი ხის რაღაც თითქოს სასიამოვნო გემოს. არ ვიცი ეს რამდენ ხანს გაყვება, თუ გაყვება ეს გამოწვამდე. იქნება მხოლოდ თუ გამოწვის შემდეგაც იქნება ეს გემო არ ვიცი, მაგრამ აი ესეთი აი როგორი შესახედაობაა ამ ჩიბუხს, რაღაც აი ესეთი სოფლის გლეხური და ესეთი ნატურალური გემოები აქვს თითქოს. არა ისეთი არომატულები როგორიც უბრალოდ არისტოკრატული როგორიც ესეთ კლასიკურ ჩიბუხებს აქვს. უნდეს რაიმე ნაკლიკი არ არის, ეს კი არ ნიშნავს ამ ხანიმის ხასიათზე ხარ და ხანა ესეთი გემოების. აი როგორც თქვი რომ ხშირად ამას მარბენ მონადირეები, მოთევზაავები ბუნებაში ოდესაც არის ადამიანი გასული. ეს თუ და ესეთი უბრალოდ გლეხური გემო შეიძლება იქ უფრო სასიამოვნო იყოს და როგორ თქვა მისაღებიც ხო? როგორც დღეში სეირნობა არ მოუხდება ფრაქში გამოწყობილი და ლაქის ფეხსაცმელებიან ჩაცმულობით ადამიანს. ასევე შეიძლება ის გემოები არ მოუხდეს და ეს გემოები უფრო მოუხდეს ბუნებაში მყოფ ადამიანს. ბუნებაში მყოფი ადამიანის იმ ემოციურ მდგომარეობას, როდესაც ჩიბუხს აბოლებს. გრილად იწვის და ზედმეტი შემაწუხებელი გემოები რა თქმა უნდა არ აქვს, არც იქნებოდა, იმიტომ რომ კარგი ხარისხის თამბაქოა და
ეს სისტემა სუბუქია, ვინც მაგალითად ჩიბუხს თელი დღის განმავლობაში ეწევა, ის თავისუფლად მოწევდა ამას. მე არ ვეკუთვნი ასეთ ადამიანებს, მაგრამ ვინც ეწევა დღეში 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ ჩიბუხს, შეუძლია მთელი დღის განმავლობაში კონდეს ეს საბუქო. კარგია, თუმცა არ მგონია მომენატროს. გავიდეს რაღაც პერიოდი და არ მომწიო, არ მგონია რომ მომენატრობა. მაგალითად ისევე როგორც მithkoms აი სერვოლტერი რომ მომენატრება და მომინდება ხანდახან მოწევა. აი ეს ბურბონი რო გითხარით, ხო? ხანდახან თითქოს არ იგრძნობა და არ ჩანს და ხანდახან აი უცებ წამოვა. საკმაოდ საგრძნობლად. ეს ამ შემთხვევაში უფრო პლუსია ვიდრე მინუსი. მეორე ნაწილს ან უფრო სწორად აი ახლა ამ ჩიბუხში, პინქსეიურში, უფრო კლასიკურში, ანუ იგივე თამბაქოს მოწევ მისური მერშაუმის American Patriots. თან გავაკეთებ ხა პირველი აი მოწევიდან რამდენიმე საათის შემდეგ. საერთოდ იშვიათად მეწევი ორ ჩიბუხს აი ესე მიყოლებით ერთმანეთზე, მაგრამ მინდოდა რომ აი პირველის გემო ჯერ არ დამკარგბოდა და აი შევადარო როგორია იმ ჩიბუხში, მისური მერშაუმის ჩიბუხში და როგორია კლასიკურ ბრიტანულ ჩიბუხში. ვიცით, ჩვენ და გასაკვირად სულ სხვა გემო აქვს ამ ჩიბუხში. როგორც თქვი, უფრო დამჯდარი და არისტოკრატულია და არის შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ მე ასეთი უფრო მომწონს. ნუ ამ ჩიბუხში უფრო მომწონს. მე ტყუილად არ არის ეს ჩიბუხი. ჩემი საყვარელი ჩიბუხი. ანუ გამეორდები შეიძლება, მაგრამ ყველა ეს გემოები რაც ანოტაციაში არის აღწერილი. აი ამ ჩიბუხში უფრო იგრძნობა და უფრო გემრიელია რა, ლეთო ვთქვა. მე ეს ჩიბუხი ტყუილად არ არის. ჩემი საყვარელი ჩიბუხი არ მღალატობს. ეს კარგი თამბაქოები, რომლებიც შეიძლება სხვა ჩიბუხებში ნაკლებად იხსნება, ან ნახევრად იხსნება, აი ამ ჩიბუხში სხვაგვარად, აი მთლიანად იხსნება 100%-ით და
სხვაგორ სიამოვნებას განეძებს. ხო რა, აი ისევ მაინც აი ხო გადაუბრუნდები ისევ თამბაქოს, ისევ წამყვანი არის ეს. ეგრეთ წოდებული თივის და აი დამწვარი ხის, შეშის სასიამოვნო გემოები, რომელსაც აი კოცონთან რო ხართ აი რო ტრიალებს იქ. ეს ბურბონი მოწევის დროს ნაკლებად იგრძნობა. თუმცა სადღაც არის. ყოველთვის ჩიბუხს უყვარს რაღაცას თუ მიაყოლებთ სითხეს და შეიძლება იმ ბურბონს თუ მიაყოლებთ პატარ-პატარა გულუფებით გემრიელი იქნება. საუცხო იქნება. ჩაისთან ესეთი გრილი შემოდგომის საღამოს. გრილად იწვის არ ცხელდება ადვიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხა რადგანაც ყოველთვის ტესტის დროს უფრო ინტენსიური მაქვს ეს მოწევის ტემპი. სხვა დროს ჩემთვის რო ვეწევი უფრო ნელი ტემპი მაქვს. და აი იმის თქმა მინდოდა რომ აი ახლა მაღალი ტემპის შემთხვევაშიც და უფრო სწრაფად რო ვეწევი და ბევრ მოკაჩოს ვაკეთებ, ცხელი მაინც არ არის. ეს სხვადასხვა არომატები ნენელა უფრო ესეთი მიმქრალი ხდება და კლასიკური ვირჯინის გემოები უფრო წინ მოდის და სასიამოვნოა ეს. და კიდევ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, ეს რამოდენიმე ჩიბუხი რომ აქვს და არა 1 და 2 და რო უფრო მინიმუმ 12 საათი თუ 48 საათი ჭირდება ჩიბუხს დასვენებისთვის მეთქი, მაგრამ ეს მინიმუმია და მე ხშირად 3-4 დღის დღე-ღამის განმავლობაში ვახერხებ და ავასვენო ჩიბუხი. აი ეს დიდი ხანი დასვენება ბევრად უხდება ჩიბუხებს და ბევრად უფრო კარგი გემოებს თავაზობ შემდეგ. მოგეთ რო შევაჯამოთ, ხა კარგი ჩიბუხია. ეხლა რო გითხრათ ვაი გადამრიე და რაღაც რო გავგიჟდე და ძალიან წინა პოზიციებზე დავაყენო, არა, მაგრამ 10-დან თამამ 6 მივცემდი. ხა არ ამგონი მომენატროს და ისე მომინდეს. ანუ არ ამგონია რომ კიდე ერთ კისად შევიძენ, ეს მექნება. სანამ მექნება, ნენელა გავხარჯავ, კარგი თამბაქოა. და ისე ინტერესისთვის თუ სადმე წააწყდებით, შეიძინეთ. არინანებთ, მაგრამ რაღაც ისეთ ახალსაც და რაღაც საუცხოოს ან ძალიან ორიგინალურს რო შემოგთავაზებთ, კიდე სულ ვიმეორებ, რეკლამას არ ვუკეთებ, აი ეს ბერლი რო არის სერ ვოლტერის, აი როდესაც ის პირველად მოუწიე და რომ მან გამოუცა და აი მართლაც გავა რამოდენიმე დღე და ის მომენატრება მაგალითად აი მომინდება იმის მოწევა, აი ისეთი არ არის. მაგრამ კარგია. მომავალ შეხვედრამდე.